იმიტომ რომ არის გათავისუფლებული აბსოლუტურად უსამართლოდ. რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა მოთავდეს ესეთი მეთოდებით ბრძოლა კრეატიულ, განათლებულ და ძალიან ძლიერ ადამიანებთან, ამ შემთხვევაში დირექტორზე მაქვს ეჭვი. დირექტორი, რომელიც გადაფარებულია თავის ბავშვებს, არამდენი ბავშვი ნამდვილად არ გამოვიდა და ვინც არ უნდა მომართოს ისინი. აბსოლუტურად არც ერთი ბავშვი არ გამოვიდა, რომ ესენი არიან ადამიანები, ესენი არიან მოაზროვნეები, ამათმა უნდა იცხოვრონ იმ ქვეყანაში, რომელშიც ესეთი რამე ხდება. ეს არ არის არც ის. რატომ ხდება ესეთი რამე? გაურკვევლო ხო შეიძლება ყოფილი გაირკვეს, წყნარად და მშვიდად დალაგდეს. მე ვერ ვიგებ. მე ვხედავ იმას ალტერნატივას იმაში, რომ დირექტორი, რომელიც არის ძლიერი, ის დღეს თანამდებობიდან მიდის. შეიძლება მოდის უკეთესი, არავინ არ იცის, მაგრამ ამ შემთხვევაში წლის ბოლოს ასე ვთქვათ, ეგეთი რამე არ უნდა ხდებოდეს. მე ვარ მშობელი, მე მომვლელი მაქვს თბილისის უამრავი სკოლა და ბოლოს გავჩერდი ამ სკოლაში, იმიტომ რომ მე აქაური პედაგოგების და დირექტორის აზროვნება მომეწონა და მოვეყოლე ჩემი შვილი ამ სკოლაში.